გამარჯობა, დღეს გავაკეთებთ ესეთ იმიჯ აკორდეონს. მაუსის გადატარებით ესეთ ჩამოიშლება ეს სურათები გაიხსნება. ამ ყველაფერს გავაკეთებთ Royal Elementor Add-onis აი ამ ვიჯეტის დახმარებით იმიჯ აკორდეონი. გადავიდეთ ჩვენი საიტის მართვის პანელში პლაგინების განყოფილებაში და დავამატოთ ახალი პლაგინი Royal Elementor Add-ons. Elementor Add-ons. ესეთი პლაგინი არის, რომელიც დაგვეხმარება ამ ყველაფრის გაკეთებაში. დავაინსტალიროთ. აი ასე. ეხლა გავააქტიუროთ და გადავიდეთ გვერდზე, სადაც გვინდა ამ ყველაფრის გაკეთება. მაგალითისთვის ჩვენ მქონდეს ესეთი გვერდი. აი აქ შევიდეთ. აი აქ ზევით მარცხენა ზედა კუთხეში არის საძიებო ველი ვიჯეტებისთვის და ჩავწეროთ იმიჯ აკორდეონი. აი ასე. დავკლიკოთ, დაამატებს სატესტოს. აქედან კონტენტში გადავიდეთ, აი აქ. აი ეს წავშალოთ ერთიც და მეორეც. რატომ ვშლი ამას? იმიტომ რომ ის საერთო დეტალები რაც უნდა კონდეს ყველა სურათს, ის მინდა ბარემ ერთიანად დავწერო. აი მაგალითად ღილაკს მინდა რომ ეწეროს ყველას კონტაქტს. აი ასე. და მინდა გადადიოდეს დავუშვათ საიტის რაღაცა კონკრეტულ ლინკზე, კონტაქტების გვერდზე დავუშვათ ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. აი აქ შეგვიძლია მოვნახოთ კონტაქტების გვერდი. აი ასე. და გადავა საიტის საკონტაქტო გვერდზე. აქ აღწერაში, ტაიტლში, სათაურში ჩავწერ დავუშვათ. აი ასე. აქ description-ში აღწერაში ჩავწერ ტექსტს და შევცვლის სურათს. დავაყენებ დავუშვათ ამას. ესეთი რაღაც არის. ახლა იგივე რომ არ გავიმეორო, უბრალოდ შემიძლია დავაკოპირო და უბრალოდ ტექსტი და სურათი უნდა შევცვალო. ესე მარტივად. აქ შევცვლი სურათს დავსვამ ამას და სათაურად დავუწერ დავუშვათ. აი ასე სპასალონი და მესამეზე დავუშვათ იქნება აი ასე და სურათსაც აი ამას დავაყენებ. ეხლა ამ ყველაფერს აი აქ მარჯვენა ზედა კუთხეში დავკლიკავ, დავასეივებ და აი აქვე დავკლიკავ, აი ესეთი თვალია, თვალის აიკონია, დავკლიკავ და გვაჩვენებს რომ ესეთი რაღაც გამოვიდა. ახლა ჩვენ გვინდა რომ საიტზე შესვლისას აი ესეთი სურათი დახვდეს, ანუ აი ეს შუაში რაც არის სურათი, ის იყოს აქტიური და მაუსის გადატარებისას მერე ჩვეულებრივად ნახავენ. შეგახსენებთ, ახლა საიტზე შესვლისას აი ესეთი სიტუაცია გვაქვს, პირდაპირ ყველა სურათი ესე ნორმალურად არის და მაუსის გადატარებისას გამოჩნდება ის წარწერები და ტექსტები. და გავაკეთოთ აი ასეთი. დავუბრუნდეთ ჩვენს იმიჯ აკორდეონს, აი აქ სეტინგების ჩამონათვალში მოვნახავთ. აი აქ active image by default, აი აქ წერია და ჩვენ გვინდა რომ მეორე სურათი იყოს აქტიური. Publish-ზე დავკლიკავ აქ და საიტზე შესვლისას, აი როგორც ხედავთ პირდაპირ გაიხსნა მეორე სურათი და ვიზუალურად ესეთი გამოსახულება ექნება ამ ყველაფერს. მერე შემდეგ მაუს რო გადაატარებენ, ჩვეულებრივად გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული არის უფასო ვერსიით, აქ შეგიძლიათ დააექსპერიმენტოთ, შეცვალოთ რაღაცა დეტალები, მაგრამ ფასიანი ვერსიისგან ძირითადი განსხვავებები აი აქ არის ჩამოთვლილი. აი ეს არის გაკეთებული აი ამ კონკრეტული ვიჯეტით Royal Elementor Add-onis გამოყენებით. ფასიან ვერსიას აქვს აი ესეთი შესაძლებლობები, შეგვიძლია აი აქ დავკლიკოთ და ვნახოთ სხვადასხვა დიზაინი. ეს არის ის, რაც გავაკეთეთ. შეიძლება ესეთი გაკეთდეს, შეიძლება ესეთები,
ჰორიზონტალური აკორდეონი, ესეთი. და დარწმუნებული ვარ ძალიან მოუხდება თქვენ საიტს, ეს იქნება ონლაინ მაღაზია, ტურისტული კომპანიისთვის იქნება, ბლოგი იქნება თუ რა ვიცი, ნებისმიერი ტიპის საიტს ალბათ მოუხდება ესეთი სიმპათიური, ესე ვთქვათ, დეტალები. თუ ვიდეო თქვენთვის სასარგებლო იყო, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. ასევე გთხოვთ გაწევრიანდეთ Facebook ჯგუფში, სადაც არიან პროფესიონალებიც და დამწყებებიც და თუ რამე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დასვათ ეს კითხვა და ვეცდებით დროულად გიპასუხოთ და დაგეხმაროთ. წარმატებებს გისურვებთ.